ღმერთმა გადაგახარჯა დღევანდელი სახარებას მართლაც საოცარ იგავებს გვაძლევს ყველა მუხლის სახარებისა ცალკე სამყაროა ცალკე საოცარი იგავის განმარტება თითო იგავის უფლის იგავის განმარტება ეს არის საოცარი სამყარო ცალკე სამყაროა რაღაცა ცალკე სახარებაა თითო იგავი მარტო ერთი თითო იგავი რო აიღო რომელიც ერთ აბზაცში ერთ რამდენიმე მუხლშია გამოთქმული ისეთ საოცარ სამყაროში გადაყავხარ რომელსაც ვერ შეედრება ვერაფერი ვერანაირი განმარტება მისი ბოლომდე შეუძლებელია ეს განმარტებები არის მხოლოდ უცვლელი ტექსტის სხვადასხვანაირი დანახვის მცდელობა რა თქმა უნდა სასწავლელი ცათა არის საუნჯის მსგავსი რა თქმა უნდა იგი არის მსგავსი მარგალიტის რომელიც იპოვა ვაჭარმა რა თქმა უნდა სასწავლელი ცათა არის ყველაზე უფრო ძალიან ძვირფასი რამის მსგავსი რომელსაც რო იპოვის ადამიანი თავის თავში პირველ რიგში ყველგან არის სასწავლელი ცათა მით უმეტეს ჩვენშია პირველ რიგში ხატება ამას რო იპოვი და გააცნობიერებ თუ რა არის ისეთი ნეტარება შემოდის და ღმერთთან ერთად ერთობა და სამყაროსთან ერთად ერთობა და პიროვნების გარეშე საკუთარი თავის მეს დაკარგვის გარეშე სამყაროსთან ერთობა ღვთივქნულ ყველაფერთან შენი ნაწილის შეგრძნება როგორც ქრისტეს მიერ შექმნილ რეალობაში შენი ადგილის შეგრძნება რომელშიც შენ ერთ-ერთი აუცილებელი უცვლელი ჭანჭიკი ხარ რაღაც აი ამის შეგრძნება ეს კიდევ ვერბალურად ძნელი გამოსათქმელია ამის ისეთი შეგრძნება შემოდის რომ ვერანაირი ვერბალური ლოგიკური რაციონალური განმარტებები ამას მარტივ მომრავლებად ვერ დაშლის ეს მხოლოდ შეიძლება შეიგრძნო და განიცადო ამას გრძნობა ცოდნას განცდა ცოდნას რაც მეტაფიზიკურ ზებუნებრივ ფიზიკურ სამყაროსგან მიღმიურ შეგრძნებას დავარქმევდი ალბათ ამიტომ ეს მართლაც ყველაზე ძვირფასია და ამას როცა ადამიანი შეიგრძნობს და ნახავს და განიცდის ხედავს და დაინახავს რომ ყველაფერი დანარჩენი მართლაც წარმავალი და ამოებაა და ყველაფერი კი არ ეზიზღება ეს მატერიალური სამყარო კი არ ეზიზღება სხვა რამ რაც ეს არ არის ის არ ვიცი რა რასაც გზნობს და შეიგრძნობს არამედ სხვა დამოკიდებულება ენიჭება დიახ ხეები ისევ ხეებია ბალახი ისევ მწვანეა ცა ისევ ლურჯია ქარი ისევ ქრის ფოთლები ჩვეულებრივად შრიალებს ნაკადული ჩვეულებრივად მოწანწკარებს მაგრამ ყველგან რაღაცა სხვა განცდა ყველგან სადღაც თითქოს სხვა რაღაცას ხედავ არ ვიცი რას და ყველგან ღვთისაკენ მიმართული ნიშანია ყველგან ღვთისაკენ მიმოვალ გზას ხედავს ადამიანი რომელსაც ადრე ვერ ხედავდა როცა აი ამ მარგალიტს ამ საუნჯეს ამ სიძვირფასეს აღმოაჩენს თავის თავში და ნახავს რომ ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე რომელიც შენში არის ყოველგან არის თან და ყოველსავე აღავსებს თან შენშიც არის და ეს საოცარი განცდა მას საოცარ გონებრივ კეთილ განწყობას ანიჭებს სიმშვიდეს ანიჭებს მას აღარ უნდა რომ პირველი იყოს ყველგან მას აღარ უნდა რომ ყველგან გამოჩხერილი პირველი და განდიდებული იყოს მას ერთადერთი მხოლოდ თავის დამდაბლება სურს რათა თქვას რომ არა მე ვარსებობ არამედ ქრისტე არსებობს შენში იყავ ნება შენი და არა ნება ჩემი ვითაც ცათაშინი ეგრეცა ქვეყანასაც ზედა და ჩემი ნება შენი ნების პარალელური იყოს ჩემი ნება შენ ნებას ემთხვეოდეს მე არაფერ შუაში არა ვარ თავარი შენახარ ღმერთო ქრისტე ღმერთო და შენახარ თავარი მოქმედი გმირი მე მხოლოდ შენი შრომის უღირსი და უარგისი იარაღი ვარ რომელიც ხან ბლაგვია ხან გამოიწვება და ისევ კარგი იქნება აი ეს განცდა ეუფლება ადამიანს და მორჩილების ღვთის ნების მორჩილების განცდა რომელიც ყველა წმინდანს ჰქონდა და მახსენდება ერთი იგავი არა პატერიკი მახსენდება როდესაც ერთ-ერთ ხუცესთან მონასტერში მორჩილების პრობლემა იყო და არ ემორჩილებოდა მისი მოწაფეები მან აიღო მშრალი ხე გამხმარი ხე აი გამხმარი ლიტონად გამხმარი ხე აიღო წაიღო გარკვეულ ადგილას და
ჩაასო მიწაში, ეს უხეშად ჩაასო მიწაში. ჩარგასავ დროს. bez დაართვა მაგას რაიმე ხის დარგოს, ესე მიწაში უხეშად რო ჩაასო, ჩა. დაუთხრა თავის მოწაფეს. წადი და ყოველდღე დაუსხი წყალიო ამას. ყოველდღე დაუსხი წყალი. ამას. მართლაც ეს სადაც შორს იყო ეს ადგილი, სადაც მან ეს ხედა დაასვეს, გამხმარი ტოტი თუ ხისი რაღაც დიდი ნაწილი, რაც იყო რაც ჩაასვა მიწაში, ჯერ სადაც ხრიოკი ადგილებია იქ, ხო, ეს უდაბნო ადგილებში. მთელი დღე უნდებოდა ეს მოწაფე მისი იმისაც რომ მისულიყო იქ წყალი მიეტანა, დაესხა, მერე მთელი დღე უნდებოდა თითქმის დილას მიდიოდა, საღამოს მოდიოდა მეორე დღეს, რომ რაღაცნაირად მოესწრო. მიდიოდა, დაასხამდა, უკან წამოვიდოდა. და ესე გააგრძელა 3 წლის განმავლობაში, ასეთ ყოველდღე უცვლელად, ყოველდღე ნებისყოფა მისი, ყოველდღე მიუხედავად ამინდისა, მიუხედავად სიცივისა თუ სიცხისა, მიუხედავად დისკომფორტისა, უძლურებისა, სიზარმაცისა, ჩვენში მყოფი გავიხსენოთ რამდენი რაღაცები გვაქვს, ხო? ამ ყველაფერს გადააბიჯა და გავიხსენოთ რამდენი ნეგატივია კიდე ბრძოლა, ხილვი და განსაკუთრებით უხილავი. ყველაფერი ამის მიუხედავად მიდიოდა და ასხამდა წყალს იქ 3 წლის განმავლობაში. ეს პატერი კი ეს ფაქტია და არა გამოგონილი ამბავი. 3 წლის შემდეგ გამოიღო ნაყოფი, გააყავდა ეს ტოტი. თუ ხე თუ ტოტი თუ იმის ნატეხია, ის ხის ნატეხი საოცრება ხო? აყავდა და კაკალი ყოფილა, კაკლის აი ბეზრული კაკალი რო არის დიდი. ჩოლობი, ხილ პატარა ხილიკია, დიდი კაკლები ხო? ჩვენ რო გვიყვარს ხო? გემრიელი რო არის, ეკეთება საჭმელებში და ეს გამოიღო ეს ნაყოფი. და წავიდა დაკრიფა წინამძღვარმა თუ მისმა მასწავლებელმა დავარქვათ, ეს კაკლები დაკრიფა და წაიღო თავის მოწაფეებთან. დაუტეხა ესე, დაუტეხა ბავშვებს. და მიცა, მიიღეთო მორჩილების ნაყოფი, მიიღეთო და გაიხარდა, აი, მორჩილების ნაყოფი, თუ გასი ეს ყოფილა უგემრიელესი რაღაცა გემოქონდა, არაჩვეულებრივი კაკლის გემოქონდა, რაღაცა კიდევ ტრანსცენდენტული გემოქონდა. გარდა იმისა, რომ კაკლის გემო იყო, მაშინ რაღაცა კიდევ მიღმიური გემო იყო ამაში. მორჩილების თუ, სიტყვების თუ, ღვთის სიყვარულის თუ, თავის დადების თუ, უარყავ თავით ვისის თუ არ ვიცი რისი კიდევ, არ ვიცი, იქ მიცდა ჭამა, ეს ალბათ ის უფრო მიხვდებოდა, ეს თუ არ გასინჯე ვერ გაიგე, მარტო შეხებით, ხო? რამდენი წამდა ილაპარაკო ვაშლზე, კაკალზე, ან სხვა ხილზე, გემრიელი, სანამ არ გასინჯავ თვითონ, ვერ გაიგებ მის უშუალოდ, მის უშუალო არსს, ნებისმიერი რამის და მიხვდე. ცურვას ვერ ისწავლე წყალში შესვლის გარეშე და ასე შემდეგ. და აი ეს მინდა გითხრათ, რომ ეს მორჩილება შემოდის და ეს მორჩილება სასწაულებს ახდენს. არა ჩვენ ვახდენთ, არამედ რაც ჩვენ არ შეგვიძლია ის ზალა, ის ზალა, რომელსაც მივყვებით, რომლის ნებასაც მივყვეთ და ჩვენ და ამ ნების გამოცხადება ჩვენთვის სახარებაში მოცემულია და ამ ნებას ჩვენ კონკრეტულ ინდივიდუალურ განგებულებაში როგორ ხორციელდება ნება ღვთისა, რა არის ჩვენი ჯვართმირთულობა აი ამას განწმენდილი გონები და გულით, რომელსაც დღეს ეზიარებით და ეს მოხდება თქვენში, ხო? ეს ტრანსფორმაცია, ეს გარდაქმნა, განხთობის ერთი ეტაპი კიდევ აუცილებლად მივიყვანთ ამ ნების ცოცხალ გზნობა, ცოდნა, შემეცნებამდე, რომელსაც მიხვებით და ნეტარებით აღასრულებთ მას. რასაც ყველას გისურვებთ, მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.